გრძელდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრები. ამჯერად ეკონომისტები, ფინანსისტები და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები არიან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილთან და განიხილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები. ეკონომისტებმა სანამ შევიდნენ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე გააკეთეს მედიასთან განცხადება, მათი შეფასებით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა არის ეკონომიკური კრიზისის მომასწავებელიც, რაც უკვე აისახა გარკვეულწილად სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის პირველ რიგში ფინანსურ სექტორზე, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეროვნული ვალუტის გაუფასურებით, როგორც ისინი ამბობენ, ტურიზმის სფეროში სერიოზული გამოწვევებით და ასევე ინფლაციის მაჩვენებლის ზრდით. ერთადერთი გამოსავალი, როგორც არ მას ეკონომისტები აცხადებენ, არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისიდან არის ქართული ოცნების ნაბიჯები თუ გადაიდგმება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად და ასევე პატიმრობიდან იმ პირთა გათავისუფლებლად, რომლებიც დააკავეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში და ასევე ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციებისას 53 პირი ჯერ კიდევ იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში და მათ წინააღმდეგ არის აღძრული საქმეების სისხლის სამართლის წესით. ეკონომისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება არ წავა გარკვეულ დამთმობ ნაბიჯებზე და არ გადაწყდება პოლიტიკური კრიზისი, მაშინ ფინანსური სექტორის ჩამოშლა იქნება შეუქცევადი პროცესი და ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, ასევე დასავლელი პარტნიორების მხრიდან, როგორც ეკონომისტები და დარგის ექსპერტები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური კრიზისი არ გადაწყდება, მაშინ ეკონომიკური პრობლემები აისახება თითოეულ მოქალაქეზე.